ერთადერთი გამოსავალი როცა საუბრობენ ფრენებთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შეიძლება ყოფილიყო, აი მოსახლეობაც წარმოედგინოს, ხომ? რომ წარმოვიდგინეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტში ჩვენთან ყოფილიყო ფრენები, მაშინ არ ყოფილიყო სამხრეთად შეჩერებული. რა მოხდებოდა მაშინ? საქართველოს ხელისუფლება შეაჩერებდა ამ ფრენებს. ხო ითხოვდნენ მათ შორის საზღვრის ჩაკეტვას, სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვას. ეს ხომ არ შეგვიჩერებია. რატომ? იმიტომ რომ სამხრეთის სანქციებს ჩვენ ორმხრივ სანქციებს ჩვენ არ უწესებთ რუსეთს. იგივე იქნებოდა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება დღესაც, რომ ეს ფრენები შეჩერდეს, ერთადერთი საშუალება არის თუ კი საქართველოს სანქციას დაუწესებს რუსეთს. და აქ არის ახლა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენ როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციებზე, ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, რომელსაც აწესებს ევროკავშირი, რომელსაც აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. ეს არის ძირითადად აი საერთაშორისო სანქციებზე, რომელსაც ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ არ ვართ არც ერთი ამ ორგანიზაციის წევრი, თქვათ ევროკავშირის და შესაბამისად მიუხედავად ამისა, რომ არც ერთი ეს ქვეყანა იქნება ეს თუ ორგანიზაცია, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც დიდი ბრიტანეთი, არც ევროკავშირი, ჩვენ არ გვაძლევს არანაირ სამხედრო თუ ეკონომიკურ უსაფრთხოების გარანტიებს, მიუხედავად ამისა, ჩვენ უზრუნველყოფთ ამ სანქციების დაცვა საქართველოს ტერიტორიებზე. იმიტომ რომ ჩვენ ვგზობთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ და უკრაინელი ხალხის მიმართ და ჩვენ ვგზობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვთავაზობენ არანაირ გარანტიას თუ კი მათ მიერ დაწესებულ სანქციებს დავიცავთ, ჩვენ მიუხედავად ამისა მაინც ვიცავთ ამ სანქციებს და უზრუნველყოფთ და ამავე დროს ჩვენ არავინ გარანტიას არ გვაძლევს, რომ კიდე დამატებით ორმხრივი სანქციები თუ დაუწესეთ, რომ ჩვენ გვექნება რაიმე უსაფრთხოების სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ იმის თქმა მინდა მე, რომ იმის მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, იქნება ეს ქვეყნის შიგნით ჩვენი ოპოზიცია თუ სხვა ძალები, თუ იქნება ეს ქვეყნით გარეთ სახელმწიფო ორგანიზაცია თუ რომელიმე პოლიტიკოსი, იმ პირობებში, რომ თუ არ გვაძლევენ არანაირ გარანტიას სამხედრო თუ ეკონომიკური სახის არანაირ გარანტიას, ეს რა თქმა უნდა არ არის კეთილსინდისფერი მიდგომა საქართველოს მიმართ.